საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის 21 საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში ჩვენ დღეს წარმოვადგენთ ახალ სახელმძღვანელოს, გვაქვს მისი პრეზენტაცია, ეს გახავთ ენდოდონტია ორტომეული. სახელმძღვანელო განკუთვნილია დიპლომამდელი და დიპლომის შემდგომი განათლების სტუდენტებისთვის, ასევე უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისთვის და ყველა იმ სტომატოლოგისთვის, რომელიც საკუთარი პრაქტიკული უნარჩვევების, ასე ვთქვათ, დახვეწას და განვითარებას სტომატოლოგიის ამ მიმართულებით გეგმავს. სახელმძღვანელოს მთავარი მიზანია შექმნას საფუძველი ცოდნას, უნარებსა და კომპეტენციების განვითარებისთვის. დღეს გვაქვს ძალიან სასიხარულო დღე, იმიტომ რომ არის ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია ენდოდონტიის მიმართულებით და ძალიან გვიხარია, რომ მოხერხდა კვლავ ესეთი მნიშვნელოვანი დარგისთვის განახლებული ვერსია შეიქმნა სახელმძღვანელოსი, რაც ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ვინც ეხლა იწყებს ამ მიმართულებით სწავლას, ასევე პრაქტიკოსი ექიმებისთვის, ვინც ყოველდღიურად მუშაობს პაციენტებთან და ვიმედოვნებთ, რომ ეს სახელმძღვანელო მათი სამაგიდო წიგნი გახდება და დაეხმარება ყოველდღიურ პრაქტიკაში. სახელმძღვანელოს შექმნაზე პროფესორ ქეთევან გოგილაშვილთან ერთად ახალგაზრდა ექიმებისა და მეცნიერების გუნდი მუშაობდა. ისინი, ვინც დღეს საქართველოში ენდოდონტიის ხვალინდელ დღეს ქმნის. სახელმძღვანელოს შინაარსი არის საკმაოდ მრავალფეროვანი და ერთი რამ, რაც ძალიან დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ სახელმძღვანელოს შექმნის პროცესს ძალიან ძვირფას იერსახეს აძლევს ის, რომ ჩემთან ერთად მისი ავტორები, ანუ სახელმძღვანელოს თანაავტორები არიან ახალგაზრდები, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ როგორც სტუდენტები, რეზიდენტები და დღეს უკვე ძალიან კარგი პროფესიონალი კოლეგები. ასევე ძალიან მიხარია, რომ ჩვენს გვერდით არიან ახალგაზრდა კოლეგები, ვისთან ერთადაც შევქმნით ეს სახელმძღვანელო და აი სწორედ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ახალგაზრდა თაობა ერთვება მეცნიერებაში, აი ამ დარგის განვითარებაში და ისინი ცდილობენ თავისი წვლილი შეიტანონ ამ მიმართულებით და ჩემთვის ყველანი არიან ძალიან საყვარელი, ძალიან საპატივცემულო ახალგაზრდები და ძალიან მიხარია მათ გვერდით ერთად ყოფნა და თანაავტორობა მათთან ერთად. ასევე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის გავუტოვე ქეთის მხარდაჭერა და ის რომ უკვე არაერთი სახელმძღვანელოს თანაავტორები ვართ ერთად, რაც ასევე ძალიან სასიხარულოა პირადად ჩემთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს წიგნი არის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი საქართველოს სტომატოლოგთა საზოგადოებისათვის. თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება როგორც სტუდენტებისათვის, ასევე პოსტდიპლომური განათლების და პრაქტიკოსი ექიმებისათვის და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ცოდნას და გამოცდილებას შეიძენენ, ვფიქრობ, ამ წიგნით. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ესეთი მნიშვნელოვანი ლიტერატურის ნაკრებიც ვთავაზობთ დღესდღეობით ჩვენ სტომატოლოგებს და დღევანდელი დღე ნათელი მაგალითია იმის, რომ ოცნებები ხდება და ჩემი ოცნება დღეს ახდა საკმაოდ ისეთი ძლიერი შრომის და ქალბატონი ქეთის დახმარებით. ჩემთვის ამ წიგნის თანაავტორობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევა იყო. ჩემი თემატიკა შეეხებოდა კბილებისა და ყბების ემბრიოგენისა და მათ ჰისტოლოგიას, რაც ჩემთვის არა მარტო პროფესიული ინტერესის სფერო, არამედ ინსპირაციული მიმართულება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ქეთის, რომელმაც შესაძლებლობა მომცა ამ წიგნის თანაავტორი ყოფილიყავი და ესეთი საპასუხისმგებლო საქმე დამავალა. ჩემი მხრივ ეცადა მაქსიმალურად ზუსტად და მეცნიერულად გასაგებად გადმომეცა ის თემატიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის სტომატოლოგიის საფუძვლებისთვის. ვფიქრობ, ჩვენი წიგნი სასარგებლო იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ყველა სტომატოლოგიით დაინტერესებული ადამიანისთვის. ძალიან რთულია იმ ემოციის, იმ სიხარულის, იმ მადლიერების აღწერა, როდესაც ხედავ, როგორ იზრდება ახალგაზრდა შენს გვერდით,
როგორ სწავლობს ჯერ მოთმინებას, შემდეგ ანალიზს, პასუხისგებლობას და საბოლოოდ ასე ვთქვათ, იწყებს საკუთარი ხმის ჩამოყალიბებას პროფესიულ დიალოგში. ამრიგად, უახლეს სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად შექმნილი ორდომეული გამოცემულია და ელის მკითხველს. ყველას, ვისაც კვალიფიკაციის შეძენა ამაღლება ამ მიმართულებით აქვს განსაზღვრული. თანამედროვე ქართულ სამეცნიერო საგანმანათლებლო ბიბლიოთეკას კი შეემატა წიგნი, რომელიც კიდევ უფრო დააახლოვებს ქართულ ენდოდონტიას ევროპულ და ამერიკულ სისტემასთან და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მოსახლეობის პირისყრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების საქმეში.